აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა დოკუმენტში ცვლილებები დღეს უმაღლესი საბჭოს ხდომაზე დაამტკიცეს. რის ხარჯზე იზრდება 300,000 ლარით აჭარის ბიუჯეტი და როგორ იგეგმება გაზრდილი ბიუჯეტის დახარჯვა. რა შენიშვნები გამოითქვა საკანონმდებლო ორგანოს ხდომას და რამდენად კმაყოფილი არიან ცვლილებებით პოლიტიკურ უმცირესობაში. ნახეთ ლანა ძაძამიას რეპორტაჟი. 2014 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1,385,300 ლარით იზრდება. ბიუჯეტი ძირითადად ტენდერებიდან მიღებული ეკონომიისა და რიგ პროექტებში თანხების გადანაცვლების ხარჯზე შეივსო. ცვლილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააცნო, თუმცა დეპუტატთა ნაწილის ხდომაზე მინისტრ ბალაძეს ელოდა. ვფიქრობ, რომ ეს უპატივცემულობა მინისტრის მთავრობა თვლის, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს ფორუმი, სადაც ახლა მინისტრი იმყოფება, ეს არის მათი შეხედულება, სასურველია, რომ ასეთ განხილვებს, რომელიც ეხება ბიუჯეტს, ესწრებოდეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. დეპუტატებს შენიშვნები სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის პროექტის შესაძენად ბიუჯეტში დამატებით 750,000 ლარის გამოყოფასა და ნაპირსამაგრის სამუშაოებისათვის 325,000 ლარის დამატებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. საავადმყოფოს მშენებლობის პროექტიც კი ვნახეთ ჩვენი გეზოში. ამავდროულად მინდა გაგახსენოთ, რომ არსებობს სტადიონის მშენებლობის საპროექტო სახარჯთა აღრიცხვა დოკუმენტაციაც. აქ თქვენ ჩადებული გაქვთ 750,000 ლარი. ის რაც არსებობს, რატომ უნდა გაიღოს ბიუჯეტმა დამატებითი თანხები? ამ პროექტის მშენებლობა იქ პრაქტიკულად ვერ მოხდებოდა თუ არა არ მოხდებოდა ასეთ სკვერის განადგურება. აქედან გამომდინარე, მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეძენილი იქნას ახალი პროექტი. ვფიქრობ, მთავრობა რომ ამ კუთხით გააკეთოს ერთი, ასე ვთქვათ, სპორტული უბანი, რომელიც იქნება ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიას და იქ განთავსდეს შედარებით უფრო მცირე მასშტაბის სტადიონი. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სტადიონის პროექტის გაჭიანურება სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს უკავშირებს. უმცირესობის წევრები ბრალდებებს არ ეთანხმებიან. სტადიონი წავა დაიძრება და აშენდება. რაც თქვენ არ გაიკეთებიათ 9 წლის განმავლობაში, ბათუმის სტადიონი მოპარეთ და არ გაიკეთებიათ. ხა, გინდა იცინე, გინდა არა ხა. როგორ აკეთებდით პროექტებსაც, ეგიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. 240 მილიონი ასენეთ და 25 მილიონი შტატი, 240 მილიონიანი ბიუჯეტი ხონათ იმის გამო, რომ ანბანის კოშკი დადგეთ. კოშკი, რომელსაც რა ფუნქცია აქვს დღესაც აღგვეს. უმცირესობის წევრი რობერტ ჩხაიძე მოქმედ ბიუჯეტს ნაშთისთვის განწირულს უწოდებს. დეპუტატმა ცვლილებების განხორციელება ეჭქვეშ დააყენა. მისი განცხადებით ბიუჯეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისათვის საჭირო თანხები არ არის გათვალისწინებული. გამორიცხულია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოა და სტადიონია, მოესწროს ორ თვეში ფიზიკურად შეუძლებელია და ალბათ უპირიანი იქნებოდა ამ განუხორციელებელი პროექტების ჩაწერას. ჩაწერილი იყო აქ სტიქიასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას მიეცემოდათ კომპენსაცია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებების განხორციელება წელს მოესწრება. მისივე განმარტებით სარეზერვო ფონდში 600,000 ლარი სწორედ მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემას მოხმარდება. აქ არ არის ისეთი პროექტები, რომელიც თქვათ რაღაცა გარკვეულ ძალიან დიდ დროს საჭიროებს, თქვათ 1 წელს ან ნახევარ წელს. ვფიქრობ, ეს წარმოადგენელი პროექტები რაც არის, ყველა შესრულებადი არის ეს ბოლომდე. ეს თანხა რაც მოითხოვეთ ახლა დამატებით ბიუჯეტის ცვლილებისას, დაახლოებით 600,000 ლარი, ზუსტად უნდა მიმართული იქნეს ამ ხარჯების ასანაზღაურებლად. შენიშვნების მიუხედავად ბიუჯეტში ცვლილებებს 11 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.